დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ კინოლოგ ზვიად ჩიხლაძესთან და მის სტუმართან ია ხაჩირაშვილთან ერთად ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ბრენდული სახელი იალია, ხო? იალინა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის თქვენ. ყოველთვის საინტერესოა თქვენი სტუმრობა. თან დღეს ისეთი თემა გვაქვს, რომ მე გარინდული ვიქნები და მოგისმენთ მხოლოდ ბავშვებზე ვსაუბრობთ ძირითადად, შენაც ვერ იმუშავე ხა ქალბატონი ფსიქოლოგი დაგეხმარება. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ყოლა. სიამოვნებით გიპასუხებთ. ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად ყველას აინტერესებს ისევ და ისევ, რომ სიამოვნებით ვიტყვი სიახლეებსაც. კიდე მოგიტანეთ კვლევები დღესაც. რა კარგია. ხო, ანუ ბავშვთან მიმართებაში თუ ჩვილობის ასაკიდან მივუსვავთ ძაღლს და თქვათ ტირალა ბავშვი რაღაც აწუხებს, ტკივილები აქვს შეიძლება ძალიან ხშირად გაზები აქვს ბავშვებს ჩვილობის ასაკში, კოლიკები, დიახ. ძაღლი მისმის შედეგად ცეთ რა ხდება? უფრო რბილად ტირის. ანუ ისეთი აი ხმამაღალი აღარ არის ბავშვის ტირილი, ის გრძნობს, რომ რაღაც არსება თბილი არის იქ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ზრდასრულები ამ ველს ვერ გრძნობთ, ასე ვთქვათ, როდესაც ძაღლი იქ არის, მაგრამ შვილები და ძაღლები ძალიან გრძნობიარები არიან და ჩვილი კარგად გრძნობს ძაღლის ველს, რომ იქ არის ის ცხოველი, რომელიც მას ეხმარება დამშვიდებაში. ახლა მეუბნებით ამას, ახლა რომ სამჯერო გავიარე ეს ბუქნები და ყველა ახლა ერთი მიმესვა და ეგ მოგვარებდა ყველა ამბობს. ნამდვილად აი შეგიძლიათ, არ ვიცი, ალბათ ბევრს ყავს უკვე სამეზობლოშიც უგან სანათესაოში და ექსპერიმენტის სახითაც შეგიძლიათ ჩაატაროთ ისეთი, როდესაც ბავშვს კოლიკები აქვს ან რაღაც აწუხებს, თქვა ხშირად დაკავთ ექიმთან, ცუგას თუ მიუყვანთ, მიხვდებით თვითონ როგორი სხვანაირი აურა და ველი იქნება იქ. ვარა მაგარია ბავშვი. ეს როგორც ისა რა ქვია, ერთი შეხედვით, მაგრამ შინაგანი პროცესები კიდე უფრო ძალიან საინტერესოა ამბობა. ის რომ თქვათ, იმუნიტეტი მუშაობს სხვანაირად უკვე, იმიტომ რომ ძაღლის ბეწვზე არის ისეთი ბაქტერიები, რაც არ უნდა დავბანოთ მაინც, რომელიც არ არის ადამიანის ორგანიზმისთვის თავიდან ნაცნობი. და როდესაც შეხებაშია ბეწვთან, ორგანიზმი ფიქრობს, რაღაც სიახლეა და ამოიქოქება, ასე ვთქვათ, იმუნიტეტი და მუშაობს რბილად, ანუ ისე არა, ცუდად არა, როგორც ვირუსის დროს მაგალითად, ეს სხვა რაღაცა. აი ძაღლის შემთხვევაში მშობლოს აქომე პირიქით არ გავაკაროთ ბავშვი, იმიტომ რომ ბეწვი შეიძლება გადაყლაპოს, ამან გამოიწვევს თელი პრობლემები და არის ხოლმე საფრთხეები, მაგრამ კი, იცით რა არის, ძაღლსაც გააჩნია, მოდი ასე გეტყვით, იმიტომ რომ ძაღლი უნდა იყოს დაბანი. ძაღლის ბეწვი კი არ გვაძლევს ალერგიას. აი ის, თქვათ, შარდი პატარა რაც შეიძლება ბეწვზე იყოს მოხვედრილი, აი ის, რომელიც მრავლდება მერე ბაქტერიებს ძაღლის ბეწვთან, თვითონ ძაღლის ბეწვი, როდესაც სუფთაა დამოვლილია ცუქა, ამ შემთხვევაში არ არის არანაირად საშიში პირიქით. იმუნიტეტის მუშაობას ძალიან უწყობს ხელს და აჯანმრთელებს საბოლოო ჯამში ასეთი ქმედება. და მენტალური განვითარება ბავშვის აგრეთვე. ხო, მენტალურ განვითარებაზეც გეტყვით, ანუ პირველ რიგში ბავშვისთვის არის ჩვენ როგორ ვექცევით ძაღლს. აი შეიძლება იცით რას ვეუბნები ხოლმე ხანდახან მშობლოს და შვილს, ვეკითხები დედას. აი მომიყვანე თქვათ ბავშვს და პრობლემა აქვს ჩემს შვილს ურთიერთობაში მაგალითად. და ვეკითხები, დილით და საღამომდე ეს ბავშვი რას აკეთებს, ან თქვენ სად ხართ? და მეუბნება რომ ერთ ოთახში ვართ, მე ვთქვათ იქ ვალაგებ, ტელეფონზე ვსაუბრობ ან ტელევიზორს უყურებ და დედას გონია რომ ბავშვი მასთან კონტაქტშია. არა, ბავშვი ამ დროს მარტოა. და თუ მე მაგალითად თუ გამყავს და დედა ხო ხედავს რომ მე ვზრუნავ, ეხლა ვაჭმევ, ეხლა დავბან, ეხლა გავასეირნებ, ეხლა რაღაცას და აი ეს ურთიერთობებს სწავლობს ბავშვი. და სულ სხვანაირად უყურებს სამყაროს მერე. როცა იზრდება, იცის რომ ანუ ეს არ არის უბრალოდ სათამაშო და მას ჭირდება ზრუნვა და ესეთი ბავშვები, ვინც ცხოველებთან ერთად იზრდებიან, უფრო მყარ ოჯახებს ქმნიან, როგორც კოლევებით დასტურდება. მართლა? იმიტომ რომ იციან, ანუ მით უმეტეს მამაკაცებსაც აი აქვთ ესე რომ თქვა ზოგ შეიძლება არ იცოდეს როგორ მოუაროს ბავშვს, შვილია, ზოგი ვერც იყვანს ხელში თავის შვილს, ზოგს ეშინია რამე არ დაუშავო და ასეთ შემთხვევაში ვინც ბავშვებთან ერთად იზრდება. თვითონ ესენი როგორ უვლიან ბავშვებს? ხო, ეხა გუნდას ჯიში გამოყვანილია როგორც ბავშვების ძიძა. ან შეგიძლიათ არის ესეთი გენეტიკის გუნდა. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება. სულ ძიძას ეძებ თელ ცხოვრება და მოგვარდება პრობლემა. გათხოვებთ. ერთი სული აქვს ბავშვის ხმას თუ იზვიათ, ხო იცი. ბავშვის ხმას რო გაიგებს,
არის ის როგორ მოუაროს. იქ ვერავინ ვეღარ მიეკარება იმ ბავშვს. რა უთხრა, გუნდიკო ახლა ეგ ბავშვი რო დაუსვათ გუნდას, თქვენ შეიძლება რომ მიხვალთ ესე წინიდან მოვიდეს, გვერდიდან მოვიდეს. ხო, რაღაცნაირად დაიცავს, თორე გუნდას კბენის ინსტინქტი საერთოდ არ აქვს. ამ ჯიშს როგორც ასეთი, როგორც ვიცი. ნუ გამონაკლისები შეიძლება არსებობენ ყველა ჯიში. ზოგჯერ ადამიანები ცვალება იციან და იჩემი შვილები სულ მეშინია ხვდები ქუჩაშიც მე რო შეში მაქვს სულ ვცდილობ რომ ჩემი შვილები არ დავაპანიკო და ნუ თავისუფლად ვარ ხოლმე ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სივრცეში მაგრამ ამათ მაიციან აი ისეთი ილეთების ჩატარება რომ მგონია რომ იქიდანაც იქნება ეს აგრესია და აი უცხო ძაღლთან არ უნდა მოხდეს ეგა რა უცხო და შორის ნაცნობ ძაღლებსაც ხშირ შემთხვევაში აღიზიანებთ რა მე იმიტომ რომ მე ძაღლი თავდაცვის რეჟიმზე იღრინება ეს ღრენა გონია რომ არის აგრესია და არ არის ღრენა აგრესია ეს არის რომ გამოხატულება როცა ძაღლს რაღაც არ მოსწონს გაფრთხილებს რომ ნუ დამანებე რა თუ ეს გრძელდება და გრძელდება შეიძლება საერთოდ აღარ დაგვიღრინოს გვიკვინოს და ძალიან ხშირი შემთხვევები ხდება ხოლმე ასეთი იმიტომ რომ თავიდანვე უნდა გავიაზროთ რომ კი არის რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობა მაგრამ ისეთი პასუხისმგებლობაც არ არის რომ რაღაცა საპირწონედ დავაყენოთ ავიყვანოთ თუ არ ავიყვანოთ ძაღლი იმიტომ რომ ვისაც ძაღლი ყავს და ყოლია ხო მისთვის უძაღლობა იმხელა სიცარიელე ხდება მე ხო მოქმედებს ხასიათზე ბუნებაზე განწყობაზე ბევრ რაღაცაზე ხო ეხა მაგალითად მეც რო სახლში მივდივარ რაც არ უნდა დაღლი ვიყო ვიცი რომ იქ 2-3 სულელი მხვდება რომელსაც აი მთელ სამყაროს ურჩენი ვარ და მე იმის ჭკუაზე გადავდივარ მეც და მივსებს ამ ყველაფერს და ხშირად უჭირთ ხოლმე ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს ხდები ხოლმე ესეთ სიტუაციებს რომ ოჯახს უნდა ძაღლი აყავთ მაგრამ ამ ძაღლისთვის არ აქვთ დრო არ აქვთ რესურსი არ იციან მასთან სწორად კომუნიკაცია და კარგად მინდა აუხსნა რომ ეს არ არის სათამაშო როცა მას ძინავს როცა ის ჭამს როცა არის დაღლი და მოსვენებულ მდგომარეობაში ამ ძაღლს არ უნდა დავეტაკოთ არ უნდა დაურღვიოთ მყუდროობა იმიტომ რომ ხა ჩვენ თავზეც რო ავიღოთ ხო ვისვენებთ და საკუთარ მშობელსაც ვერ მოუთმენ ალბათ იმას რომ უცებ შემოგვივარდეს ფეხებში ხელი მოკიდოს და გვექნება რეაქცია სრულყოფილი ოჯახის წევრები არიან რომელსაც არ უნდა მოხდეს მას ის რომ აი თუ მაგალითად ეხა ისვენებს ხო ამას მოვკიდოთ ხელი ჩვენ ავიყვანოთ მე უცებ მოგვინდება გადავსვათ გადმოსვათ ანუ მისთვის ტანჯვათ არ უნდა ვაქციოთ რა ეს ბავშვებიც უნდა მოვამზადოთ მასთან ურთიერთობას კი ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ იგებს ეხა ნახე ზუსტად ხო საუბრობ შენ რომ აი თქვა ძაღლს ესე არ უნდა მოვუცეთ ვერ იგებს ეგრე ადამიანი რაღაც მაგალითი უნდა ვუთხრათ ან განსაკუთრებით კი, ბავშვსაც შეგიძლიათ რომ ბავშვს ხელები მოკიდოთ ფეხ. აი როგორც ექცევა, ისე მოექცეთ. არ არის ეს ისეთი ცუდი მაგალითი, მაგალითად. თუ ჩაარტყოს ახლა რა თქმა უნდა ბავშვს არ უნდა დავარტყოთ, მაგრამ ისინი ახლა წარმოიდგინე რა შეშებიან ძაღლს. იგივე უთხარ, მოდი დე, თქვათ დაჯექი ან მამა, მოდი დაჯექი და მიყურებს ახლა რას მეუბნება ხო შენ სიხარ. ხო, დაჯექი გაიგო და ვზიوار და რა უკანა. და ანუ იგივენაირად შეიძლება მაგალითით უთხრათ, რომ აი მოდი მე მოგკაჩავ ახლა ფეხებში, მოგეწონა. ხო არ არის კარგი. ისიც ისეთი არსებაა, რომელსაც ჭირდება მოვთხილება. თქვათ, წარმოიდგინეთ, ზრდასრული რო ვართ, ზუია ძალიან კარგი მაგალითი იყო ეგ. რო გძინავთ და ყოველ წუთას ვიღაცა რო გაგვიწევდეთ. ყოველ დღეში 5 ჯერ მაგალითად ან 10 ჯერ ან 20 ჯერ გაჩნია ოჯახში რამდენი ბავშვია და ის ზრდასრულიც ვერ იაზრებს. ან სადღაც წასვლა რო უნდა და ძაღლს ამ დროს ეძინება. და რო წამოაგდებენ ეგრევე და წაიყვანენ. რა თქმა უნდა, შემდეგ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. და ძაღლი ხდება სხვანაირი ხასიათის ვიდრე ხავს იცავს მუდმივად და მე ამას კიდევ ემატება რა როცა ოჯახის წევრებს არ აქვთ დრო ამ ძაღლის მოსავლელად ამ ძაღლს უვლის თქვა დამხმარე ადამიანი დიასახლისი ნათესავი მეზობელი თუ კინოლოგი თუ გამსერნებელი და რეალურად ეს პატრონები არ არიან ძაღლის ცხოვრებაში ჩართულები არიციან რა უხარიათ არიციან რა უყვართ ეხა მარტო ის არ არის რომ სნექი და ბურთი დაინახა და უხარია და მოსწონს ხო როგორც აი მაგალითად მე და ჩემი ძმა გავსხოვდებით ერთმანეთსგან და მაგალითად დედა ჩემა იცის რომ ჩემთან როგორ უნდა ურთიერთობოს ჩემ ძმასთან როგორ ანუ ერთნაირად ხო არ ხდება და ის მაგალითიც რომ მაგალითად ჩემს მეზობელს და ნათესავს ძაღლი ყავს და ის ასე იქცევა და ჩემი ძაღლატო იქცევა ასე მაშინ მოდი გადავავლოთ თვალი ხო ჩვენ ოჯახსაც 4-5 წელსგან შემდგარი ოჯახი ყველა აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათისაა. ზოგთან მეტად შეიძლება ხუმრობა, ზოგთან ნაკლებად, ზოგი ასე ღიზიანდება, ზოგი ისა და იგივეა ძაღლი. ეს არის არსება, რომელიც სუნთქავს, რომელსაც აქვს მისი ხასიათი, მისი მოთხოვნილებები, ამოძრავებს მისი ინსტინქტი. ხო და როცა უკვე ამ ყველაფერს ვარღვევთ, მე პრობლემის გარდა არ ვიღებთ არაფერს და ბრალდება ძაღლს.
ბრალდება მწვრთნელს, მაგრამ საკუთარ თავს არავინ არ აბრალებს, იმიტომ რომ რეალურად თუ ავიღოთ მიზეზი თუ მაგალითად აი გუნდა ჩემთან იქცევა კარგად ჩემ ხელში, მე მას ვავარჯიშებ და უბრუნებ სახლში და პატრონთან იქცევა ცუდად. ამ პატრონს უხსნი, ვეუბნები, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაჩვენებ მაგალითებით, მაგრამ გუნდა ისევ იგივეს აგრძელებს, ესე იგი პრობლემა ხდება იქ. ხშირ შემთხვევაში ხო, აი რაღაცა პატარა დეტალებს არ აქცევენ ყურადღებას და საბოლოო ჯამში უკვე დიდი თემა იქნება. თავს დავდებ ვიძახი რომ ყველაფერი ესმით. ისმენი, უბრალო ლაპარაკია, ერთმანეთში ოჯახის წევრები ლაპარაკობენ, ესენი ხო, განწყობით თუ ემოცია, ზოგჯერ ისეთი ეს პატარა მყავს ახალი ვინც მოიყვანე წინ ბუჩი ვინც ჩემი არ ვიცი ვერ მაქვს ეს მოდა თითეული აი პატარა წაჩურჩულებაზეც ამოიხედებოდა იცოდა უკვე რა ხდება რა სიტუაცია არის ოჯახში და სწორი მიდგომით მგონია რატო იცი როგორც ჩვენ ვსწავლობ ძაღლის ქცევებს ძაღლი სწავლობს ანალოგიურად ჩვენსას იცის რომ თქვა როდის ვარ გაღიზიანებულოდის დაღლილი როდის რაღაცა გვიხარია და შესაბამისად მე უკვე ისიც იქცევა იმიტომ რომ თქვა თუ ცუთხასიათზე ვართ და არ კონტაქტობ ძაღლთან და შენიშვნა მივეცით ის უკვე აფიქსირებს როცა ეს ასია ეს ადამიანი მოდი ჯობია რომ გავერიდო ფრთხილად ვიყო როცა უხარია დაგახტეს თავზე ითამაშოთ და მე უკვე ეს არის იდეალური ურთიერთობა. როცა გისმენთ და საუბრობთ თქვენ ჩვენს ოთხფეხა მეგობარზე, აი პირდაპირ ჩემი პედიატრის ხმა ჩამესმის, აი როგორც პატარა ბავშვს უდგები და როგორც პატარა ბავშვის ზრდის დროს უნდა გაითვალისწინო რჩევები, აი ზუსტად ანალოგიური არის ძაღლის შემთხვევაშიც და ის ზუსტად პარალელურად ახლა ვფიქრობდი, ამიტომ აქვს რაღაცა მშობლური ინსტინქტები, ვისაც ძაღლი ყავს, რომ აი როგორც შვილს ისე ექცევა, იმიტომ რომ აი როცა სწორად ზრდი და სწორად აღიქვა, არის აი აი მანდაც ძალიან კარგ თემას შეეხერა ყოველთვის აფუჭებს ძაღლს მისი გაადამიანება. ჩვენ ვართ კმაყოფილები და ძაღლი არაძაღლური ცხოვრებით როცა ცხოვრობს იქ ხო მისთვის ბევრი არასასარგებლო რაღაცები ხდება მაინც ძაღლს უნდა ქონდეს მისი ადგილი რა თქმა უნდა გვიყვარს არაფერი არ უნდა დავაკლოთ თან უნდა გადავყვეთ მაგრამ როცა ჩვენ მისგან ვითხოვთ რომ ის იყოს ადამიანი ის ვერაზოს ვერ იქნება ხო თორე ხა მეც ვლაპარაკები ძაღლებს ერთად ავდივართ მოგზაურობთ ერთად გვძინავ რავი რას არ ვაკეთებთ მაგრამ აი საწოლში რო იწვენენ რაღაცა თავის საჭმელს რო არა სიტყვა მეწოდება ძაღლთან ურთიერთობაში არის ამოსაღები ძაღლი არის ცხოველი რომელსაც არც პატრონი არ ეწოდება მეწოდება სიტყვა ყველასთან მიმართებაში ადამიანებთან თქმა უნდა იმიტომ რომ არ არის რატო არის საწოდავა, რატო გვეწოდება, აი მეწოდოა, იმიტომ რომ ძაღლს ამდენადაც ბევრი კარგი თვისება აქვს, რომ ძაღლს არ აქვს შეწოდების უნარი, სიბრალულის უნარი, იმიტომ რომ როცა რაღაცა საქმე დგება, ეხა მაგალითად და ხროვაში ამბავი და იქ ცოტა სუსტი იჩაგრება, იმას გაწირავს აბსოლუტურად ყველა, ანუ ამ ინსტინქტით მოძრაობენ, რომ ძლიერი უნდა გადარჩეს, სუსტი უნდა გაიწიროს და ამ შემთხვევაში ხდება, რომ ოჯახში ძაღლები არიან ყველაზე ძლიერები, ადამიანები ვართ სუსტები. მე გაგვიფუჭა, მოყარა, შემოგვახია, მოგვახტა და მე უკვე ვეჩვევით ამ პროცესს ზუსტად ეგ ამბავი ახლა მაგალითად ლოგინში ძილს რო ავიღოთ, ხო? ვერაზოს ვერავის ვერ ურჩევ, რომ ადექი და თქვა შემოსწავლეს ჩაიწვინე ძაღლი ლოგინში, იმიტომ რომ ვიცი მე რა პრობლემებიც იქნება, მაგრამ ჩემ მაგალითზე რო ავიღო, ხო, ჩემ ძაღლმა იცის. როცა მინდა დამიწვება ლოგინში, როცა ვიტყვი ჩავა და დაიძინებს თავისთვის. ხა ეს არის ნორმალური და. არა, ხა ის პატარა რომ მყავს, როგორ არ დავიწვინო, აი ამ ხელა. ესე დახავს. თოთოსო იმ დღეს შემოიყვანა ახალშობილი ბავშვი ვიტყავდა გახვეული. კი, თავისთავად, კი, ახლა დავდივარ და ყველგან ხელით დაყავს პატარა ძაღლები კომფორტული არის და ვერთობით, მაგრამ ხო უნდა ვიცოდეთ, ხო ახლა მაგალითად ძაღლის მთელი დღე ხელით ტარებას ურჩევნია რომ მაგალითად ვიყიდოთ სპეციალური ჩანთა, ჩავსვათ შიგნით, სადაც დაწვება კომფორტულად და ვატაროთ ის. ვიდრე იმიტომ ხა გვიჭირავს ფეხები ჩამოკიდებული აქ ხან დავჯექით ხა ანუ ვერ ისვენებს მაინც და მე სხვათა შორის ხდება რომ შეიძლება უხასიათოს და გამოუძინებლობის გამო იყოს ცოტა უჟმურ ხასიათიც როგორც ახლა შემოვიდა ოჯახში კიდე ძაღლის ხასიათი ხო რა თქმა უნდა აი ზიად მე სიამოვნებით მოგიყვები სიტყვა საწოდავიო რო თქვი ძალიან საინტერესო რაღაცაა ეგ ადამიანებს მინდა მივმართო რომ ანუ ეცი როგორ რაღაცაა როცა მე ვიღაც მეწოდება ვთქვათ აი ამ საწოდაობის ველში ვამყოფებ და იქიდან რო ამოვიდეს ძალიან უჭირს მე ადამიანს თავის გატანაც და ნორმალური ცხოვრების დაწყებას. ძაღლიც ასევე გრძნობს ამაურას. ანუ თითქოს დავღუზეო, აი გემი რო ღუზას ჩააგდებს და ვერასაბეღარ მიდის. ადამიანთან მიმართებაში მე საწოდავად შევხედავ ადამიანს, აი თქვა, ზუიად, აი ძალიან ცოტო ხარ ახლა ხო სიტყვა შენზე ვიტყვი, რომ მე შენ ამ საწოდავის ველს მოირგებ, გაიგე და რო გინდა რომ კარგად გახდე, ამის საშუალება აღარ გაქვს, იმიტომ რომ შენ საწოდავი ხარ და ასე გიყურებენ. არ შეიძლება ძაღლიც ასეა გრძნობს ამ საველს აურას და
ეძინება. რაღაც იცი როგორია, დათრგუნულია ეს აღლი. მე შეიძლება ხასიათი გაუფუჭდეს, იმიტომ რომ ხიარულების საშუალებას აღარ ვაძლევთ, იმიტომ რომ საცოდავია და შეიძლება ვიღაცას არასწორად მოექცეს. როგორც ყოველთვის და სხვათა შორის იცი რა პრობლემებს იწვევს კიდე და ძალიან ხშირად ვაწყდები რა. მაგალითად ყავთ ძაღლები, რომელიც 1 წელი 2 წელი იზრდებიან სახლში, არ ჩაყავთ ეზოში, არ აქვთ ურთიერთობა. მერე უცებ მიხვდებიან რომ სახლში ამ ძაღლის მოსაქმეება მოვიდათ ყელში უნდა ჩაიყვანო ქვემოთ იქ იზაღლი იკბინება ეშინია ანუ იმ მომენტში თქვა რომ ვეუბნები რომ მოდი ამის ერთადერთი საშველი აირო თუ საშუალება მოგცა ჩემთან წავიყო ანუ ან თქვენ ატაროთ რაღაცა მოვახვედროთ ვაიმე დაისტრესება სტრესი არ არის ცუდი სტრესი არის ყველა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცა ცხოვრებაში იმიტომ რომ ეხლა გადავალოთ ჩვენ ცხოვრებას ხო თვალი ჩვენ რომ ბევრჯერ არ დავსტრესილიყავით ხო აქამდე ვერ მოვიდოთ ხო არ არსებობს საცოდავები და მაგბოლში დარჩენილები ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ გაგვეპარა დრო და გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე მე და ბუბა და ჩვენი თანაწამყვანები შაბათ შემოგიერთდებიან ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყავით ჩვენ ძვირფასება შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით ნახვამდის მადლობა დიდი